დამეთანხმებით ალბათ რომ თანამედროვე ქალაქში ცხოვრება სულ უფრო ხშირად გვაყენებს არჩევანის წინაშე. ქალაქის ცენტრი თუ სიმშვიდე, კომფორტი თუ ბუნება და დღეს უკვე არსებობს სივრცე, სადაც ეს ყველაფერი ერთიანდება. VR Holding-ი აგრძელებს პრემიუმ კლასის პროექტის VR კრწანისი Resort Residency-ის განვითარებას და იწყებს გაყიდვების მეექვსე ფაზას. რა ხდის ამ სივრცეს განსაკუთრებულს ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბექა ფაშალიშვილი, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ნატა ასეთიანი მარკეტინგის მენეჯერი. შემოგვიერთდნენ, მოგესალმებით, მადლობა. რა ზოგადად VR კრწანისი Resort Residency-ის კონცეფცია რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს და რა დგას ამ ყველაფრის უკან? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კრწანისი Resort Residency ყველა ცნობილი პროექტია თბილისში, რომელიც დიპლომატიურ უბანში მდებარეობს, უნიკალურია თავისი ლანდშაფტით. აღნიშნული პროექტი გარდა იმისა, რომ მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას, 20 ჰექტარია, გარდა საცხოვრებელი ზონისა, მოიცავს გამაჯანსაღებელ სივრცეებს, რეკრეაციულს, სპორტულს და ასე შემდეგ. უნიკალურია იმით, რომ ჩვენ გვქვნით განსხვავებულ სტანდარტს ჩვენი მობინადრეებისთვის. დღევანდელი დღე, ვისთვისაც ჩვენ აქ მოვედით, რომ გეწვიეთ, რომ აგიხსნათ და გითხრათ და გაგიზიაროთ, არის რომ მეექვსე ფაზის გაყიდვები დავიწყეთ, რომელიც უნიკალურია თავის ცოცხალი არქიტექტურით, უნიკალურია თავისი ბიოფილური ფასადით, რომელსაც მოგვიანებით ავხსნით მაყურებელს, რაც გულისხმობს. და ასევე მინდა დავამატო, რომ ჩვენი პროექტი გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით, რელიეფითა და ინოვაციური არქიტექტურით, დაბალ განაშენიანებას მოითხოვს და მოიცავს. ეს არ არის მაღალი შენობები, 5-6 სართულიან შენობებზე არის საუბარი, სადაც გვაქვს გამჭვირვალე ლიფტები, გვაქვს რაღაცა მარმარილით მოპირკეთებული თვითონ სადარბაზოები და უნიკალურია იმ გარემოთი, რაც შეიძლება სხვა უბნებში ვერ ვნახოთ. აი ცოცხალი არქიტექტურა არის ზუსტად ეს, რომ ბუნებასა და არქიტექტურას შორის იყოს ძალიან დიდი ჰარმონია, თითქოს გადაჯაჭვული ერთმანეთზე და არც ბუნება ზიანდება და თან რაღაც ახალი შენდება. 120 სართულიანი შენობა არ დგას. ხო, და თან თანამედროვე ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ეს ცოცხალი არქიტექტურა და დრო მოიტანა ამაზე მოთხოვნილება ალბათ ხო? პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, ანუ ეს ახალი ფაზა მოიცავს ცოცხალ არქიტექტურას, ამას აქვს რამოდენიმე კონცეფცია. ერთი არის სამი ბაღის კონცეფცია, მეორე როგორც თქვენ აღნიშნათ, ბიოფილური ფასადია. სამი ბაღის კონცეფცია მოიცავს 25,000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულს, სამი კულტურის ლანდშაფტს. იქნება ფრანგული ბაღები, იქნება იაპონური და ასევე ტროპიკული ბაღები. ეს ფრანგული ბაღების არის როგორც აი სტანდარტულ კლასიკურ სტილში, ფრანგულში, სადაც იქნება 90%-მდე მარადმწვანე ხეები. როგორც არის უთხოვარი, კიპარისი და ასე შემდეგ. ხოლო თვითონ ესთეტიურ მხარეს ამ ფრანგული ბაღის განსაზღვრავს ვარდების და ლავანდების ხეივანი, რომელიც ასევე ულამაზესი იქნება. რაც შეეხება ტროპიკულ ნაწილს პროექტის, ეს განთავსდება ცენტრში, სადაც იქნება 80 მეტრიანი ინფინიტი აუზი ქალაქის პანორამული ხედით და მის ირგვლივ გაშენდება იშვიათი ჯიშის პალმები, მაგნოლიები, ეს უფრო საზაფხულო და დასასვენებელი სივრცე იქნება. ხოლო მესამე ზონა, რომელიც ამ 25,000 კვადრატ მეტრში შედის, ასევე არის იაპონური ზონა, სადაც იქნება უფრო სკვერები, მოსასვენებელი სივრცეები, აქ განთავსდება საკურა აუცილებლად ულამაზესი საკურის ხეივანი გვექნება, გვექნება ასევე ბონსაის უიშვიათესი ჯიშები და კი ნამდვილად და ნეკერწლის იშვიათი ჯიშებიც. ჯამურად მთელი ამ 25,000 კვადრატის ფარგლებში დაირღვება 10,000-მდე ხე, მცენარე, ყვავილი, ბუჩქი, ანუ აი დამატებით უდიდეს მიკროკლიმატს შევქმნით და ჩვენთვის აი როგორც ცოცხალი არქიტექტურა თანამედროვე დროში და ქალაქებში უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ აი თვითონ ხაც ბუნებისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა თანამედროვეობაში და ადგილით და კი ნამდვილად სამწუხაროდ და VR კრწანისი Resort Residency ყოველთვის ცდილობს და ჩვენი რაღაც მთავარი პრიორიტეტიც ეს არის, რომ აი რაღაც ბუნებასთან ინტეგრაცია მოხდეს, ადამიანი მაცხოვრებელი უფრო მეტად დაუახლოვდეს ბუნებას, ქონდეს აი სუფთა გარემო, ეკოლოგიური გარემო, სწორედ ამიტომ გადაწყდა ეს არქიტექტურა, რომელიც თავს და ანუ რაღაცა ადამიანთან უფრო ერთიანდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც VR Holding-ისთვის, ასევე ამ კონკრეტული პროექტის ჭრილში. ხო, ეს ინოვაციური სიტყვა არის ბიოფილური, როგორ მაინტერესებს რა. და აი რას გვაძლევს ეს, როგორც აი მე მაგალითად მოვედი, შევიძინე ბინა და ბიოფილური რა არის ეს, რა აღვიხსნათ. კი ბატონო, ნუ ეს არქიტექტურული ტერმინია, რომელიც გულისხმობს, რომ ბუნების ინტეგრირებას როგორც ფუნქციურად, ისე ვიზუალურად შენობის ფასადზე რა. ანუ შენობის გარე დიზაინი, ანუ ჩვენ შემთხვევაში კომპანიაში
ქვეყანაში არის ძალიან მაღალი კვალიფიციური საპროექტო გუნდი, რომელიც ამაზე მუშაობს, რადგან ფაზებად დავყავით, ეს უკვე მე-6 ფაზა არის, გვინდოდა რაღაც ინოვაციური შეგვეთავაზებინა ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის და ყველა სართულზე, ყველა ბინაში, ფასადზე იქნება ინტეგრირებული ქოთნები, რომელშიც დაირგვება მარადმწვანე ხემცენარეები. აი ჩანს რენდერებში. კი ბატონო, რომელიც აღჭურვილი იქნება სარწყავი სისტემები, ჩვენ ყავს ჩვენი დენდროლოგები, რომელიც მათ გასხვლაზე და მათ მოვლა-პატრონობაზე, რა თქმა უნდა, იზრუნებენ. ამას აქვს რამოდენიმე დადებითი თვისება. თვითონ ახალი მე-6 ფაზის ახალი ბინები, ეს ახალი შენობა რაც არის, გულისხმობს, რომ შენობის ფანჯრები და ფასადი იმგვარად იქნება დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად აითვისოს მზის სინათლე. ანუ ეს თუნდაც ის ვიტრაჟები, რომელიც გვაქვს, ხო და გიხარია, რომ გამოვიდეთ ახლა. ესეთი ხედი რო გაქვს, ესეთი აიუნები რო გაქვს და ამ აივანზე მუდმივად წლის ნებისმიერ სეზონზე რო გამწვანება იქნება, ფსიქოლოგიურადაც ამშვიდებს. ხემცენარეები ნაძვისთაც აღარ სჭირდება მორთავდა გაქვს. რა თქმა უნდა, ეგეც არის. პლუს ამას გადახურვის ნაწილშიც ხემცენარეები ჭრილოვანია და ხელს უწყობს ამ ყველაფერს. CO2-ს გამომუშავებას და მტვერს და ასე შემდეგ მაქსიმალურად ანეიტრალებს და ფსიქოლოგიური მომენტიც აქ როცა გამოდიხარ და მუდმივად გამწვანება ხდება აივანზე, რაღაც სხვა დამამშვიდებელი ფაქტორი მოქმედებს. სანამ ლოკაციაზე ვკითხავთ, აქვე რენდერში, ეგრეთ წოდებულ რენდერებში, გასაგებია ეს, რომ რენდერია თქვათ, როგორი იქნება ეს რიზორტი, მაგრამ იქვე არის ტყე, რომელიც ალბათ რეალურად არსებობს. ანუ მართლაც აი ამ გარემოში გაჩნდება ეს რეზორტი? კი, ამ გარემოში არის რეალურად ესე ახლოს, ესე წანის რეზორტ რეზიდენსი გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით. ეს არის 2 მთას შორის მოქცეული, რომელიც ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარეობს, საკმაოდ მაღალი ტერიტორია და აქვს არაჩვეულებრივი პანორამული ხედები ქალაქზე. აქედან გამომდინარე, თუნდაც იმ პერიოდში ნებისმიერ ადამიანს უეუბნები, რომ ამ ობრძანდით თავად ნახეთ, იმიტომ რომ რენდერები არის ერთი და ის მეორე, რომელიც უკვე გავაკეთეთ და უკვე ფუნქციონირებს, ეს არის მეორე. აქ ერთი უპირატესობა კომპანიას აქვს ისიც, რომ ჩვენი პროექტები სანამ მშენებლობა დამთავრდება, მანამდე ინფრასტრუქტურას ყოველთვის ვასრულებთ. ამით ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მომავალ მობინადრეს, რომ სანამ თქვენ გადმოხვალთ ჩვენთან საცხოვრებლად, ყველა ის ინფრასტრუქტურა, როგორც ის ბაღები, რომელიც ჩემო კოლეგამ ნატამ აღწერა და აღნიშნა, ყველაფერი უკვე დახვდება მზად. კი ბატონო, თვითონ კწანიზე რო ვისაუბროთ, ამბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობის სარგებლობს. ნამდვილად ჰაერის დაბინძურების კუთხითაც ვიცით, რომ გამორჩეული ადგილია. აი, პირიქით დაბინძურებული რო არ არის. გამორჩეული ადგილია ამითი, რომ არ არის დაბინძურებული. კი ბატონო, რას მოყავს და რის გამო ირჩევენ ზოგადად მომხმარებლები? აი ამ ლოკაციას. კწანისის ლოკაცია ზოგადად მაცხოვრებლებისთვის და ინვესტორებისთვის არის ძალიან მიმზიდველი. აი თქვენ როგორც აღნიშნეთ, ჰაერის სისუფთავის ინდექსის მიხედვით, რადგან ყველაზე სუფთა არის და მწვანე გარემოა, ერთ-ერთი ფაქტორი გადამწყვეტი რა თქმა უნდა ის არის. ასევე ბექამ როგორც აღნიშნა, ჩვენი პროექტი კწანიში კონკრეტულად მდებარეობს 560 მეტრზე ზღვის ზონიდან და რაც ასევე მოიაზრებს მის ეკოსისტემას და სისუფთავეს და ასევე არის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კწანისი არის დიპლომატიური უბანი, არის ბრიტანეთის საელჩო, საფრანგეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, რაც მაცხოვრებლებს და თუნდაც ინვესტორებს დამატებით აი სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდას უქმნის ნამდვილად და არის ისიც, რომ ქალაქის ცენტრშიც მდებარეობს დაახლოებით 7 წუთი დაგჭირდებათ, რომ თავისუფლების მოედნამდე მიხვიდეთ და ეს რაღაც урბანულ ქაოსში და ხმაურში ნამდვილად არ ხართ რაღაცა ზღვის დონიდან 560 მეტრზე და თან 7 წუთში თავისუფლების მოედნამდე. აი ამ უსაფრთხოების და კომფორტის განცდას კიდევ უფრო გააღრმავებს ის, რომ სკოლა და ბაღიც დაემატება და ეს ყველაფერიც ამ ტერიტორიაზე ეტევა, ანუ აუზი და ამფითეატრი გავიგეთ და სკოლა და ბაღიც აქ შენდება. კი, ამით არის უნიკალური ჩვენი პროექტი, სადაც ცხოვრობ იქვე სწავლობ. სივრცეში გაქვთ აბსოლუტურად ყველაფერი რა. აი, მოგითხარით, ღია და დახურული აუზები, ველობილიკები, ცხენები, თავისი მინის აჯინიბოთი. სკოლა და ბაღი, რომელიც კომპანიას აქვს, 3 წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ. გვაქვს რამოდენიმე ოპერატორთან მოლაპარაკება. ჩვენ გავაკეთეთ არაერთი კვლევა. იცით, რომ კწანის საკმაოდ დატვირთული უბანია, იმით რომ თანამედროვე არქიტექტურა ბევრი მშენებლობის ნაწილში, დიპლომატიური უბანია მაგ მხრივ და ამ საელჩოებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო ენაზე სწავლობენ, ხო, მათი შვილები და მათი ოჯახის წევრები. ამიტომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია კერძო სკოლისა და ბაღის. გვაქვს რამოდენიმე ოპერატორი. იქვე იყოს ახლოს, კი ბატონო, და 20 ჰექტარია, ამ 20 ჰექტარში რა თქმა უნდა მოიძებნა ადგილი იმისთვისაც, რომ სკოლა და ბაღიც გაჩნდეს და იქნება სრულყოფილი უბანი, სადაც ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში, რომლის ნახევარი უკვე გაკეთებულია, ფუნქციონირებს. ამიტომ ის არ არის, რომ რა იქნება მომავალში და მხოლოდ რენდერებით შეუძლია, რომ არ იხემძვანელოს ნებისმიერ მობინადრემ. და ის კითხვები რაც აქვს, შეუძლია პასუხი გასცეს ამ კითხვებს თვითონ უკვე იმ რეალობამ, რომელიც ჩვენ უკვე შევქმნით. აი, ახლა მნიშვნელოვანი მე-6 ფაზის გაყიდვები უკვე დაიწყო, ახსენეთ კიდეც თქვენ და
აი რა ტიპის ბინებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა და აი გადახდის მოქნილი მექანიზმები და ამბებიც რა აგვიხსნათ როგორ. ყველაზე მთავარი რომ ესეთი უბანი თუ არის როგორ შეიძლება რომ მან შევიძინოთ ეს ბინა, ხო, როგორ მოხდეთ. კი ბატონო. სხვადასხვა ბინის კატეგორია გვაქვს ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი, სამსაძინებლიანი ბინები, 52-56 კვადრატული არის ერთი საძინებლის ბინა, ორი საძინებლის 80-დან 90-მდე, თუმცა შეზღუდვა არ გვაქვს, შეგვიძლია ბინები გავაერთიანოთ, შეგვიძლია შევთავაზოთ პენტჰაუსები, რომელსაც აქვს საკუთარი აუზი და პანორამული ხედები ქალაქზე, ამიტომ ამაში შეზღუდვა არ გვაქვს. ყველა ბინას მინდა აღვნიშნო, რომ აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც დამატებით იყიდება. დამატებით იყიდება. არის ასევე ღია ავტოსადგომები, რომელიც არ იყიდება, ეს ჩვენი კულტურაა კორპორატიული, რომ არ მივყიდოთ პირიქით, ეს იქნება მათი სტუმრებისთვის, ვის მათთან მოვლენ სტუმრად და ამ ბინებთან ერთად ჩვენთან მოქნილი გადახდის პირობა გვაქვს არაერთი პირობა, რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება განიხილოს, თუმცა მინიმალური შემონატანი არის 10-დან 20%-მდე და დანარჩენი თანხა შეიძლება უპროცენტოდ გადანაწილდეს მშენებლობის დასრულებამდე. მაგრამ არის რაღაც გარკვეული ნიუანსები, რომელიც შეიძლება რომ ინდივიდუალურად განიხილოს კონკრეტულ გაყიდვების მშენებლობის დასრულება როდის იგეგმება? მშენებლობა დამთავრდება 3 წელიწადში, ამ კონკრეტული მე-6 ფაზის ამ კონკრეტულ შენობაზე გვაქვს საუბარი. გაყიდვები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, 20% უკვე გაიყიდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მომლოდინეთა სია, სანამ დავიწყებთ ყოველთვის გაყიდვებს და უამრავი ადამიანი ელოდება და ამიტომაც მოვედით თქვენთან, რომ თქვენი ეთერით უფრო ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ეს ხმა და გავაგონოთ უფრო. დარწმუნებული ვარ, გამოგივიდეთ ეს. მადლობა, ეს ამბავი ნამდვილად გამოგივიდათ და მე მგონი არაჩვეულებრივი პროექტის გამოვიდა და ყველაფერი წინ არის. წარმატებები. მადლობა. უნდა განვაგრძოთ ახლა იმედის დღე.